მე სხვათა შორის არ ვარ ნამყოფი და არ მაქვს მსგავსი ტიპის გამოცდილება და ამ ყველაფერზე უკვე ლილიანა თავად ისაუბრებს სწორედ ამ სივრციდან დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა ლილი. დილა მშვიდობისა, ანა, დემე, მოგესალმებით. მივესალმები დილის ტალღის მაყურებელს. მე ხა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ვიმყოფები, უფრო კონკრეტულად კი ერთ-ერთ ინოვაციურ სივრცეში, სიმულაციის ოთახში, სადაც თაობები მომავალი მეზღვაურებისა რეალურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში იღებენ პროფესიულ გამოცდილებას. აქ მეზღვაურები, მომავალი მეზღვაურები სწავლობენ ნავიგაციას, გემის მართვას, ასევე მართვას საგანგებო სიტუაციებისა, როგორც რასთავარია უსაფრთხოდ, მაგრამ პრაქტიკულ გარემოში. მოკლედ, თუ როგორ ხდება სიმულაციის სწავლება და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება სასწავლო პროცესში, ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ ჩვენს სტუმართან. ზურა კეკელია, ჩვენთან დილიდან ინსტრუქტორი, დილა მშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ზურა, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და რამდენად გავს ნამდვილი ზღვაოსნობის გამოცდილება სიმულაციის ოთახი? ანუ ეს სიმულაციის ოთახი მაქსიმალურად ასახავს რეალობას, რასთან ბრძოლა გვიწევს, ასე ვთქვათ, რასაც მე ზღვაურები უმკლავდებით. და ანუ ეს სიმულატორი იმის შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, რომ 99 და 99%-ით მიიღონ ის მაქსიმალური რეალისტური სურათი, რაც აქვთ გემზე. ჩვენ აქედან შეგვიძლია გემის მართვა, როგორც რეალურად ხდება, ზუსტად იგივეა გემზეც. და რავი, ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა ახალგაზრდა მეზღვაურებისთვის, რომ გააღრმავონ თავისი ცოდნა გემის მართვასთან დაკავშირებით. რა პრინციპით მუშაობს საზღვაო ნავიგაციის სიმულატორი და როგორ ხდება მისი გამოყენება სასწავლო პროცესში? და თან შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ კიდეც მაყურებელს თქვენი. ანუ ამის მუშაობის პრინციპი არის ეს, ფაქტიურად არის კომპიუტერი, რომელიც ჩვენ გადმოგცემს სურათს და რომლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მართოთ გემი. ეს არის ტრანსასმარინისა და ვარცილას შერწყმის მიერ შექმნილი სიმულატორი. ეს არის მსოფლიოში პირველი და წამყვანი კომპანია, რომელიც ჩვენ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია ამინდის სიმულაცია, გემის, ანუ ამინდის პირობების გართულება, ჩვენ შეგვიძლია ნაირ-ნაირი გემის სახეობა ჩავრთოთ და გამოვიყენოთ და ვმართოთ. ანუ ფაქტიურად ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ბოსფორის სრუტეში, ჩვენ შეგვიძლია ასევე ნებისმიერი სხვა დედამიწის წერტილი ავსახოთ. ჩვენ საჭესთან გვყავს ჩვენი სტუდენტი, მეზღვაური, გემი ეხლა მოძრაობს 4 კვანძით, ანუ ეხლა ჩვენ დავიწყეთ მანევრირება, ასე ვთქვათ. მოდით ცოტა გავეშუროთ წინ. ანუ როგორც გემზე ხდება, ჩვენ მე სავახტო თანაშემწე ვაძლევ ეგრეთ წოდებულ მატროს მეზღვაურს ბრძანებას, port 20. ეგრე ხდება, ანუ ამ სიმულატორის მთავარი მიზანი არის, რომ მეზღვაურმა ისწავლოს ბრძანების აღქმა და ბრძანების სწორად და უსაფრთხოდ შესრულება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზეზი. ანუ გემზე როდესაც ავდივართ, პირველი რასაც ხედავთ არის safety first, ჩვენთვის უსაფრთხოება არის პირველ რიგში და ეს სიმულატორი ზუსტად ამის შესაძლებლობას გვაძლევთ, რომ უსაფრთხოების დონე ავიყვანოთ მაქსიმალურ ლეველზე რა. რამდენად ხშირად იყენებენ სტუდენტები ამ სივრცეს? სტუდენტებს წვდომა აქვთ ნებისმიერ დროს ამ სიმულატორთან მათი სწავლის საათებში რა, ნებისმიერ დროს ნებისმიერი სტუდენტს შეუძლია მოვიდეს და ჩაურთავთ სიმულატორს და რავი, ყველას აქვს წვდომა ფაქტიურად ყოველთვის და ნებისმიერ დროს. არსებობს თუ არა საერთაშორისო სტანდარტები, რომელთა შესაბამისადაც მუშაობს სიმულატორი? კი, რა თქმა უნდა, სიმულატორი მუშაობს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, STCW-ს მიხედვით. STCW არის მეზღვაურების სერტიფიცირების კონვენცია და ეს სიმულატორი არის DNV კლასის მიერ დამოწმებული. და რამდენად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ უთხრა ჩვენს მაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგია უსაფრთხო ნავიგაციისთვის მომზადებაში? ანუ მნიშვნელოვნების დონე არის 100%-ით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
საზღვაო სფერო ყოველთვის წინ მიიწევს, დღითი დღე წინ მიიწევს და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავეწიოთ ამ ტექნოლოგიებს რა. და ყველაფერი ნახდება, როდესაც ნახდება ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გავანახლოთ, ასაგრეთვე და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავეწიოთ წინსვლის პროცესი, იმიტომ რომ საზღვაო სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დედამიწის მithumetes ჩვენს რეგიონში, მithumetes ჩვენს რეგიონში ბატონო. მოდი, მეც რომ ცადო. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. რა თქმა უნდა. ანუ დაახლოებით რა მიხსნა გახდება? კი, აქედან ხდება გემის მანევრირება, როდესაც გემი არის მანევრირების რეჟიმში და თქვენ შეგიძლიათ გადადოთ მარცხნივ საჭე, მარცხნივ გადადეთ, კიდე. ანუ აქ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული rate of turn-ი, ეს არის გემის მოხვევის სიმძლავრე, რომელიც ანუ აისახება digitalized, ეგრე რომ ვთქვათ. და ანუ ხო ხედავთ თქვენ რომ საჭე გადადეთ, უკვე ხედავთ რომ გემი მიიწევს მარცხნივ. რაც უფრო მეც გადადებთ, მით უფრო მეტი სიმძლავრე ექნება, რა თქმა უნდა. რეალურად გემზე ზუსტად ასეა ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი ერთ-ერთში არის როგორც თქვენ ხედავთ აქ. აქეთ რა ხდება? ეს არის გემის ტელეგრაფი, ფაქტიურად გემის მანქანა, რომლითაც გემი მოძრაობს და ჩვენ აქედან ვაკონტროლებთ გემის წინსვლას და გემის უკუსვლას, რომლებსაც თავისი სიმძლავრე აქვს, მაქსიმალური წინსვლა, საშუალო წინსვლა და აგრეთვე უკან, მაქსიმალური უკანსვლა, საშუალო უკანსვლა. აქ ჩვენ ვხედავთ რადარს, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოწყობილობა, რომლის მიერ ჩვენ ვახერხებთ შეჯახების თავიდან არიდებას, ანუ რადარის მუშაობის პრინციპია სიგნალს გაცემს, სიგნალი გვიბრუნდება უკან და ჩვენ აქ შეგვიძლია დავინახოთ გემების გამოსახულება. ფაქტიურად ეს არის გემი. აქ არის უკვე დანარჩენი მოწყობილობები, ეს იგივე rate of turn-ი, იგივე ძრავის სიმძლავრე, გირო კომპასები გვაქვს, რომელიც გვიჩვენებს კურსს. ეს არის ეს გახლავთ ელექტრონული რუკა, დღესდღეობით ქაღალდის რუკები ფაქტიურად არ გამოიყენება და ამოღებულია ექსპლუატაციიდან და ჩვენ ვიყენებთ ელექტრონულ რუკებს, რომელმაც ძალიან გაამარტივა, ასე ვთქვათ, მეზღვაურების ცხოვრება და მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა, მე დაგემშვიდობებით. და გეტყვით, რომ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში არის ახალი პროფესიული პროგრამები, რომელსაც მგონი სტუდიაში ანა და დემი უფრო ცლად ისაუბრებენ. კი, ნამდვილად სწორედ.